დიახ, პოლიტიკური დაპირების საქმეზე დაკავებული ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი 12 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ ამ წუთებში ლევან ხაბეიშვილის ეტაპირება ხდება რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან და ასევე რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დღეს უნდა გადმოიყვანონ მურთაზ ზოდელავაც, რადგან ორივე სასამართლო პროცესი იქნება დღეს საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე რელა კალიჩენკო იქნება ის მსაჯული, ვინც ხაბეიშვილისა და ზოდელავას საქმეს განიხილავს. უკვე ცნობილი არის, რომ ისარგებლებენ დაპატიმრებული პოლიტიკოსების სიტყვის უფლებით, ისინი ისაუბრებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ თითქმის 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი დაიჭირეს. დღეს წინა სასამართლო სხდომა უნდა იყოს. პროკურატურამ ვადის გახანგრძლივება მოსთხოვა სწორედ სასამართლოს იმ მოტივით, რომ სურდათ დამატებითი მტკიცებულებები წარედგინათ ხაბეიშვილის საქმეზე, თუმცა გაირკვა ის, რომ ვერც ერთი დოკუმენტი ხაბეიშვილის წინააღმდეგ ვერ მოიძია სახელმწიფო ბრალდებამ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ახალი მტკიცებულება არ არსებობს ხაბეიშვილის წინააღმდეგ საქმეში. განსაკუთრებით საინტერესო იყო გახსნეს თუ არა პროკურატურის წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, ირკვევა, რომ ვერ მოახერხა პროკურატურამ ხაბეიშვილის ტელეფონის გახსნა. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, პოლიტიკური დაპირებისა არ არსებობს. შესაბამისად, ადვოკატები ითხოვენ, რომ აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ხაბეიშვილს შეეცვალოს. ახალი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც წინ აღკვეთ ღონისძიების შემდგომ ბრალდებამ შეაგროვა, ერთი ფურცელიც კი არ არის დამატებული. აქ საუბარი იყო ტელეფონიდან რაღაც დამატებით მტკიცებულებებზე. მსგავსი რამ ჩვენ ბრალდებას ჩვენც არ გადმოუწია. წარუდგინეს გაუგონარი არ არსებული სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული ბრალდება ქრთამის საჯარო შეთავაზება. ქრთამის მიცემად რაც არის დაკვალიფიცირებული, რაც არის სრული აბსურდი და მეორე ეპიზოდი მოიცავს ეგრეთ წოდებულ მოწოდებას ხელისუფლების დამხობისკენ, სადაც ყველა აღნიშნულ ასე ვთქვათ ეპიზოდში ლევანი განმარტავს, რომ საუბარია მხოლოდ მშვიდობიან კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებაზე. ხაბეიშვილის ბრალდების საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაერად აი მსგავსი სახის ბრალდებას დაადასტურებს. გვექნება პოზიცია, რომ ყველა ეს მტკიცებულება იქნეს სადავოდ მიჩნეული და ასევე დავაყენებთ შუამდგომლობას სისხლისამართლების დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაღალი ალბათობის სტანდარტი მტკიცებულებისა არ არსებობს ამ საქმეში იმისთვის, რომ ლევან ხაბეიშვილთან მიმართებაში დადგეს გამომატყობებელი განაჩენი. ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მხარდამჭერებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა უკვე დაიწყეს შეკრება საქალაქო სასამართლოსთან. 12 საათზე არის სასამართლო პროცესი. ეს არის კიდევ ერთი შანსი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, გულშემატკივრებისთვის, რომ შეხვდნენ, გაამხნევონ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც წყობაში იმყოფებიან. ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებიდან თითქმის უკვე 4 თვე გავიდა, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას დაკავებიდან 2 თვე არის გასული. საქალაქო სასამართლოში 12 საათზე დაიწყება სასამართლოს სხდომა და აქ მოსული ადამიანები აცხადებენ, რომ ხაბეიშვილი არის საქართველოში ის პირველი პატიმარი, რომელსაც სჯიან სწორედ პოლიტიკური განცხადებისა და პოლიტიკური დაპირების გამო. ადამიანს ედავებიან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რატო საუბრობდა როგორც პოლიტიკოსი. მეტი არაფერი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პირადი შურისძიებაა ივანიშვილის მხრიდან და მისი რეჟიმის მხრიდან, რომ ლევანი მუდმივად იყო აქტიური იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელ კორუფციაზეც უკვე ბოლოს თვითონ დაიწყეს საუბარი და ეხლა მიჩქმალეს და ყველა იმ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა ქვეყნის უკეთეს მომავალს. ლევანი ყოველთვის იყო წინააღმდეგობაში რეჟიმთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება მალე თავისუფალი და ის აუცილებლად გააგრძელებს ქვეყნისთვის ბრძოლას. მურთაზის თემა კიდე ცალკე, როდესაც ის უბრალოდ იდგა ლევანთან ერთად, როდესაც ლევანს აკავებდნენ და ჩვენ ვნახეთ, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით იძალადეს მასზე, წაართვეს მობილური ტელეფონი და შემდეგ ისევ ის დაადანაშაულეს, თითქოს ის რაღაცას მალავდა ან წინააღმდეგობას უწევდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არის, როდესაც პოლიტიკოს ასამართლებენ მისი პოლიტიკური განცხადების გამო. ცინიზმის მწვერვალია, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვხედავთ ჩვენ განსასჯელის სკამზე, მაშინ როდესაც ქოცი მაღალჩინოსნების სახლებიდან ამოიღეს ოქროს ზოდები, მილიონები და მათ ჩვენ ვხედავთ როგორ გადაადგილდებიან, როგორ აღნიშნავენ გიორგობას. მე მინდა მივმართა იმ ღირსება შელახულ გედედეს თანამშრომლებს,
რომ თქვენ სინდის ვეღარსად დაემალებით და ძალიან მალე იმედი მაქვს რომ ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად ვივლით თქვენს პროცესებზე და გიხილავთ განსასჯელის სკამზე. სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელს ლევან ხაბეიშვილს. ეს არის საქმე, რომელ საქმესთან დაკავშირებით წინა სასამართლოს ხდომა გაიმართება დღეს მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით იბჯერებენ მხარეები, როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას ამ ეპიზოდზე, რა ეპიზოდთან დაკავშირებითაც მას მოიტყვანენ დღეს საქალაქო სასამართლოში პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავება. სახელმწიფო უწყება სწორედ ყოფილ პროკურორს, მას ამ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეფარდებული არ აქვს. სავარაუდოდ ყოფილი პროკურორის საქმეზე აღკვეთი ღონისძიება გადაისინჯება და მურთაზ ზოდელავას მეორედ გაუშვებენ დღეს პატიმრობაში. უკვე ცნობილი არის, რომ პოლიტიკოსები ისარგებლებენ სიტყვის უფლებით, რა აქვთ მათ სათქმელი საზოგადოებისთვის და სასამართლოსთვის, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი.